მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავდით სიყვარულით. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ხართ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მაპატიეთ, რომ არ ვჩანდი და მელოდებოდით, ვიცი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოვედი საჯარო გაშლით, სახელწოდებით რას ფიქრობს ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. ამ დღის მერე ბევრ საჯარო გაშლებს შემოგთავაზებთ ხოლმე, ასე რომ დაგანებიურებთ ხოლმე ჩემო საყვარლებო. იფიქრეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე კარგად. მოდუნდით, მოეშვით, ზედმეტად ფიქრებით, ცუდ ფიქრები მოიშორეთ და მე ვნახავ, რას ფიქრობს ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. გაიმეორეთ თავში თქვენი პარტნიორის სახელი, გვარი, კითხვა კარგად და მე დავიწყებ. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე ახლა? ნახოთ. აქ რა ხდება. ასე იგი, ზოგი შემთხვევაში შეიძლება იყოს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენიდან, ანუ ძალიან შორს და ეს რაღაცა მანძილის პრობლემა იყოს, შეიძლება თქვენ შორის და იწვევდეს ეს რაღაცა ფინანსურ კრიზისაც თქვენ შორის და ამასთან დაკავშირებით ეს ადამიანი ძალიან განიცდიდეს, იმიტომ რომ თითქოს თქვენთან მოსვლა არ შეუძლია იმ რაღაცა მანძილის სიშორის გამო და ძალიან განიცდის, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც საჯარო გაშლა ახლა ყველაზე რა თქმა უნდა არ რეზონირდება. ზოგი შემთხვევაში შეიძლება იყოს მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თქვენზე არის მოჯაჭვური, ხომ? ანუ თქვენი ურთიერთობა რაღაც მიზეზების გამო, ასე ვთქვათ, დასრულდა, მაგრამ პიროვნებას მაინც აქვს რაღაც თქვენთან დაკავშირებით რაღაც მიჯაჭვულობა, როგორც არის მაგალითად სექსუალური, ისე ყველანაირი, ანუ ფიქრებით და ყველაფერი აი ეს ძალიან მიჯაჭვულია, მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენთან დაკავშირებით და სხვადასხვაობით ძალიან ერთგულიც არის, მინდა გითხრათ, ანუ მნიშვნელობა არ აქვს თქვენ დაშორებულები ხართ თუ არა, ერთგულება მაინც აქვს თქვენს მიმართ შენარჩუნებული ამ ადამიანს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ დასრულდა, ეს არ არის გაშლა იმ რაღაცა მოქმედ ურთიერთობებზე, ეს არის გაშლა, რომელიც არის დასრულებული, დაპაუზებული, რომელთანაც იმ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში რაღაცა სიერთგულე მაინც აქვს და ვერ გივიწყებთ, იმიტომ რომ თქვენ შორის არის რაღაცა უხილავი ჯაჭვი, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ და სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ იმედგაცრუებაში და დეპრესიაში აგდებს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ეს მდგომარეობა. იმიტომ რომ წარსულთან დაკავშირებით ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს წარსულთან დაკავშირებით და აი ამ ყველაფერს რო ფიქრობს ძალიან განიცდის, რადგან მონატრების მომენტები აქვს შემდეგ თქვენთან, ანუ თქვენთან შეხვედრა უნდა, მერე თითქოს თქვენთან საუბარი, მაგრამ თქვენთან მოსასვლელად გზა თითქოს როგორ გითხრათ, ჩაკეტილი აქვს, ასე რომ ვთქვათ და თითქოს უჭერს თქვენთან მოსვლა და შემდეგ ესე შორიდან გადევნებთ თვალს. სხვადასხვა არ ყავხართ ამ ადამიანს დავიწყებული, იმიტომ რომ რაღაცა მომენტები აქვს, ოდესაც შეიძლება თქვენს პროფილზე შემოვიდეს და დაგათვალიეროთ, რა გააზიარეთ, რა დადეთ ახალი და რა ემოციებში და რა გრძნობებში ხართ ხომ? სიერთგულე აი ეს თქვენთან დაკავშირებით მაინც რაღაცნაირად შენარჩუნებული აქვს ამ ადამიანს და ძალიან ენატრებით. აი ესეთია მისი ფიქრები, ხომ? ანუ ყველანაირად სექსუალურადაც კი, ანუ სულ რომ სხვა პიროვნება ყავდეს ცხოვრებაში, მაინც თქვენზე ფიქრობს, იმიტომ რომ მისთვის ხართ ადამიანი, რომელმაც გარკვეული, ასე ვთქვათ, კვალი დატოვა მის ცხოვრებაში და ვერ ივიწყებს. ხომ? ანუ ამ ადამიანს აშკარად უნდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ რაღაცნაირად ფეხს ითრევს. შეიძლება, ფინანსების პრობლემაც ჰქონდეს ამ ადამიანს და საკმაოდ დიდ პრობლემებშია, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ადამიანი საკუთარ თავთანაც, როგორც მაგალითად ფსიქოლოგიურად, ისე მაგალითად მატერიალურად და თითქოს ცდილობს აი ამ პრობლემების გადალახვას, მაგრამ სხვადასხვა აქვს რაღაცა ფიქრები, რომ თქვენს მიმართ მაინც ყველაფრის მიუხედავად გადმოდგას ნაბიჯები, თუნდაც გული ეტკინოს, მაინც არის იმის უკვე როგორ გითხრათ ზღვარზე რომ გადმოდგას ნაბიჯები და მოვიდეს თქვენთან, იმიტომ რომ აი ეს
მონატრება, რაც აქვს თქვენთან მიმართებაში, ხომ აი ეს წარსული ფიქრები, აი ეს რაღაცა შეხვედრის სურვილი, აი ეს რომ ვერ გივიწყებთ და ენატრებით ამ ადამიანს უბრალოდ ჭკუიდან შლის და ასე ვთქვათ, ბიძგს აძლევს, რომ თქვენთან მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მისთვის წარმოადგენს დაბრკოლებას, მაინც აი ისეთ მომენტში იქნება, რომ გადალახავს ამ პრობლემებს, გადალახავს აი ამ რაღაცა ბარიერს, რომელიც აშენებულია თავის, როგორ ვთქვათ, ტვინში ესე რომ ვთქვათ, აშენებულია და აი ამ ბარიერის გადალახვას ცდილობს, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი თქვენთან დაკავშირებით მისთვის ერთ დიდ სირთულეს წარმოადგენს, ერთ დიდ ტკივილს წარმოადგენს, რომელიც უნდა გადალახოს და ამისთვის ის თითქოს ყველაფერს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ასე ვთქვათ, ამაყი, ცოტა შეიძლება მკაცრი პიროვნებაც იყოს, ცოტა შეიძლება ისეთი, რომ თავს არავის არ უხრიდეს და თავის გრძნობებს ესე საჯაროდ არ ამხილდეს და არ საუბრობდეს, გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე და ძალიან ესე ვთქვათ, მოსიყვარული ადამიანია და ამას სხვადასხვა მხოლოდ თქვენთან ავლენს ეს ადამიანი. ასე რომ, ჩემო საყვარლებო, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დაბრკოლებებს გადალახავს და აუცილებლად მოვა თქვენთან, იმიტომ რომ უკვე თითქოს სიგიჟეს ზღვარზეა, იმიტომ რომ ძალიან უნდა თქვენი ნახვა, ძალიან ენატრებით ამ ადამიანს და სადაც არ უნდა წავიდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს. თქვენ შორის მანძილია თუ არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანი არის თქვენზე, როგორც მოჯაჭვული ისე, შესაბამისად ვერანაირად ვერ დაგივიწყებთ და მისი გზა მხოლოდ თქვენთან მოდის. მხოლოდ თქვენთან მოდის მისი გზა. ასე რომ დაელოდეთ. მადლობთ ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ.